საქართველოში 2010 წელს აფეთქებების სერიის ორგანიზების ბრალდებით ეგრეთ წოდებულ კოჭოია საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის დავით კაკუტიას და ნანა კაკუტია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას და საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვს. ნანა კაკუტია აღნიშნავს, რომ დავით კაკუტია ამოღებული იქნა პოლიტპატიმრების სიიდან, რის შემდეგაც საქმის გადახედვა ზემო აღნიშნული კომისიის შექმნის შედეგად იყო შესაძლებელი. თუმცა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიის შექმნა გადაიდო. ნანა კაკუტიამ საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა. დავით კაკუტიას 12 წელი აქვს მისჯილი. მას აღიარებითი ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ჩემი ძმა ამოღებული იქნა პოლიტპატიმრების სიიდან და ამის მერე ჩვენ ერთადერთი იმედი იყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, სადაც ჩვენ მოვიპოვებდით უფლებას საქმის ხელახალ გადახედვაზე და სიმართლის დამტკიცება ამ კომისიის მეშვეობით და ბოლო განცხადება იუსტიციის მინისტრის განცხადების მერე ეს იმედიც ამოგვეწურა და ამიტომ ჩემი და ყველასი ოჯახის ასეულობით ადამიანის უდანაშაულო და ყველა ვითხოვთ ჩვენ მარტო გინდა სიმართლის დამტკიცება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში შესრულებასა და ხელშეწყობაში 12 პირი დაადანაშაულა და ამავე წლის დეკემბერში საქმე გახსნილად გამოაცხადა.